Święta bitwy, święta lata,
მშვენიერი სიტყვიერება უმშვენიერეს ფუნქციას ასრულებს მოზარდეთა სულიერის ზეობრივ ფორმირებაში. ამიტომ შევარჩიე ქართული კაცის ამსახველი ნაცნობი თემები. ფიქრობ, დედაენის საფრთხის ფუძელი, რომელია სოდერი დავიწყო. როგორ გამახარე? სწორედ ეს სიტყვაში ყოფილა, რომელიც აი ია. ჩვენი წიგნი, ჩვენი დედა, ჩვენი ენა ქართული, ვარდნაბარი ფურცელი, ჩვენს ყრდნობაში ჩართული, დედის ძუძუ მეორე, სიყვარული პირველი, ჩვენს საყვარში მომჯდარი, გალობელი ფრინველი. აი, ჩემი კარგი წიგნი, სულ პირველი საანბანო, დედა ენის დასაწყისი, დედასავის სათაყვანო, მან მასწავლა წერას კითხვას, მომატარა ბევრი მხარე, სამუდამოდ შევითვისა, სამუდამოდ შევიყვარა. საქართველოს მთებში გამაჩინა ზენამ, სიყვარულის ლექსის, სადღეგრძელოს ენამ, მოიმღერა დღენდის, უძველესმა ტომა, შლეგი ჩანჩქერების, ნაპრალებზე ხტომა, უძველესმა ტომა, დღენდის მოიმღერა, წიფებურის ხანა, ქარში როგორ ხელავს. ჩემს ეზოში მამაზად გაფენილია ია, ბადი, ენძელა, ოჩიმა და გვირო, მაღალმა მაეხედა გათოვლილი მთის ყენწერო და მისი სიჩუმე. ეს ჩემი საქართველოა. ჩემი ენა მიწაცხალი ტრადიცია. საქართველო, შენი სიყვარულით ვიზრდები. ლაზა, გავისრგები. გავიზრდები, გავშლიეთ და ვიქნები ღვთისმიერი. სადაც ჩვენი
და სადაც ჩვენი მშობლები ცხოვრობენ, სადაც ცხოვრობ ჩვენ. ჩემი სამშობლო პატარაა, მაგრამ ნული შეგვეცილება, თორემ ისე დღეს დავაყრით მკვდარსაც, რომ
ჩვენმა კედლებმა მე ჩასთან ახლოს უძველესი მაგსა როცა ვიდა რა შოდეს მიწერია გადაშენება მალე ძელოზე ნახმოდნენ ხშირად საქართველოზე ხატი აკაკი ყმაწვილი ტატო მორბის არაგვი ზადაგის მარტო ბრძენი ილია ვაჟა უედრო მისაკნინია თებს ვინ უყერო დიდი რუსთველი და დიდი საბა არა ფურცლები ცნებები ჩნავა არაგვის კირას მალე ძელოზე ნახმოდნენ ხშირად საქართველოზე Hey, თქვენ არა გველებო, გაუმაძღარბო ომითა, თქვენ საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდვრება მომინდა, შავჩოხიანო ვაჟებო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნიათ, ეს სისხლი არის თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია.
ხელი გამხედეთ, აბა რო გიხარიო. ხელი გამხედეთ.